ერთი საკითხი მინდა გავიაროთ კიდევ ვიდრე დაგემშვიდობებით კახა კალაძე. დღეს ამბობდა ასეთ რამეს, რომ ესო რაც გუშინო ბოიაშვილის თეატრმა გააკეთაო, ესო უნიჭო და არაფრის მთქმელი. ტროლებიდან დაწყებული ახლა კალაძე დასრულებული დღეს ამას იძახდა უბრალოდ სოციქსელებშიც ეს ვრცელდებოდა და აგერ მერმაც დაადასტურა რომ თურმე ეს იყო სათქმელი რომ თურმე უნიჭო რაღაცა დადგმა იყო რომელსაც ეფექტი არ ექნება ძალიან მაგარი წარმოდგენა იყო აი ძალიან იჭერი ხალხი ვართ რა და აი რა მაგარი ამბავი იყო რა ვქნა რაც ასაკი მემატება თან უფრო გულჩვილი ვხდები აი ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები აი ჯერ ინგასთან ეთერში უნდა ყოფილიყავი ცოტას უყურე მე სახში რომ მივედი აი ასე რაღაცა ის როგორც ისინი წყლის ჭავლის მანქანიდან გვასხავენ ხოლმე წნევით აი ეგრე უასხავდი ცრემლებს რა მაგარი ამბავი ხო ნუ ის მაცოლმა შვილზე რო თქვა მაგ იმაზე მე დედამისის კადრი მოკლედ ძალიან მაგარი იყო გულზე რომ მოხვდათ ძალიან კინწურაშვილმა რა магარი რაღაცები თქვა ხო კახა კინწურაშვილი ისაც რომ მიყვარდა ხო მაგარი რომ გამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ ვიხდი და აი მანდაც სრემლები ვერ შევიკავე და ძალიან მაგარი ამბავი იყო ყველა შეძრა არ არსებობს რომ აი ყველაზე გავარვარებული მხარდამჭერი ვინც არის ქართული ოცნების ისიც ვინ რო ნახავდა პატიმრის ატირებულ დედას ცოლს რომელმაც ასეთი რამ თქვა და მე ესეთ პროტესტ და ესეც ნიჭიერება სინამდვილეში არ არსებობს რომ კერკინის გული რო გქონდეს დაგიდნებოდა თან გუშინაც ძალიან მაგარი გამოსვლა ქონდა გიორგი ახობაძეს ძალიან magari თან როგორი ადამიანური და აი როგორი კლდეს რო დაადნობდა ისეთი და ეს ყველაფერი მოხვდათ ამას ვამბობ ესენი არიან სულ კუთხეში მიყენებულები და სულ თავის მართლების რეჟიმში და იძულებული არიან რაღაცა სისულელეები ილაპარაკონ და უნიჭობა ჯერ აიცის ამართლა ყველაზე იმან რა ქვია გაქანებულმა უნიჭობამ კალაძე მაგრამ არ ვიცი კალაძე რატომღაც ცდილობს რომ ყველაზე მეტად დაისაჯოს როგორც უცხოელებისგან ისევე ქართველებისგან აი ეშმაკი შეუჩდაო რო იტყვიან ხო აი რაღაცა ეშმაკი აქვს შეჩენილი და არ ჩერდება ხო შეიძლება გაჩერდე ერთი ქალაქის მერი ხარ ილაპარაკე რა ვიცი ასვალტზე გამწვანებაზე ტრანსპორტზე მით უმეტეს დღეს როგორ დასცინა ყველამ ხო იმ ტრანსპორტში რა იმას უკნეს რა ქვია რა ამბავი დამართეს ხო რომ იქსაც უბრალოდ არც ვიცოდი ის თუ ლაპარაკობდა კაცო ის აპარატი რომ მიადე ბარაზე ეწკუბ დაიძახებს ხოლმე და იქიდანაც რო დასცინეს კალაძეს ხო და თავზე დაახურეს ყველაფერი და სკოჩის მიკრის გარდა მეტი არანაირი კიბერუსაფრთხოება არ შეუძლია ხო კუთხეში არიან მიყენებული შეხედეთ ორი ამბავი არის რაც ამათ ანგრევს ერთი არის რომ ეს მძვინვარება არ ჩერდება და არ ელოდნენ ამას არანაირად გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილი ასე ამბობდა რომ გამოვიდა ზაფხულში ხო წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომ ის გაზაფხულზე რაც შემოდგომაზე რა ენერგიაც უნდა დაიხარჯათ ეხლა დაუხარჯავთ ჩვენ ამ გაზაფხულზე და ხო რა ვიცი მგონი ენერგია არ წყდება და მარშია და მძვინვარებას არ ელოდნენ ასეთ მძვინვარებას აი ერთმნიშვნელოვნად იმიტომ გამოაცხადეს ის რომ ევროკავშირთან წვეთდნენ იმიტომ დაასახელეს ის სალტვინა იმად რა ქვია ეს ქალამანა პოსტალა ის რა ქვია იმას ორი ხადაგიგორო რა წაკითხული და პრეზიდენტად რომ მიაჩნიათ ხო ყაველაშვილი არ ელოდნენ შემდეგ ასეთ ძვინვარებას და მეორე რაც და ამ ძვინვარების შედეგია და პროტესტის შედეგია სანქციები რომელიც ანგრევს და რა არის ამ სანქციების ყველაზე დიდი ეფექტი მე ხო ვიცნობ ამათ მოხარშულს კაცო 4 წელი ერთად ვიყავით პარლამენტში ამათ კონდათ აღარა აქვთ ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი. აი ცოტა ხო სასაცილოა რომ სერიოზული ხალხია, მილიონერები არიან, რავი 1000 რამეზე გადამხტრები ხო? გამოცდილი ხალხი ბიძინა ივანიშვილის როგორი რწმენა ჰქონდათ. იცი რა რაღაცა რელიგიური კულტი რო არის და ახლობით ეგეთი. და ეხლა აშკარად ემსხრებათ ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს ბიძინა ამშვიდებდა რომ ტრამპთან დავალაგებ, ასე ვიზამ, არაფერს არ ვაჭარებ. ზუსტად რო ვიცი იმას ვლაპარაკობ. ზაფხულში ბიზნესმენები შეხვდნენ, უთხრეს რომ რამე შარში ხო არა ვართ, ამან დაარწმუნა რომ უგეშინიათ მე ტრამპთან დავალაგებ. რას ალაგებს კი ვხედავთ აგერ რომ წამოვიდა ეს სანქციები და წამოვიდა თავარი რაც ხდება თვითონ შიგნით ოცნებაში ეხა ვითომ ყველანი ისა მონოლითურად განან და ვითომ შიგნით ისეთი ბზარებია აი ზუსტად რო ვიცი იმას ამბავს ამბობ რომ სალსალკე დადრწიან სამ-სამი კაცი გაიპარება 5-5 კაცი აბუდაბიში წავლის ერთ-ერთი რეალური მიზეზი ის რა იყო ის კი არა რომ ზარქუამ ეხა აი წარაკუამ ძალიან იცის კოლდპლეი რა არის რა ვიცი ის რა ქვია ფანდურზე ნამღერი ორი სიმღერა იცის ალბათ თავი ბოლო კოლდპლეიში კი არის ხო ამბავი იქ რამდენიმე მილიონერი იჯდა იმ სუფრაზე თუ დააკვირდებით ერთ-ერთი ყველაზე შებერტყილი ტიპი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პარლამენტში იყო ორჯერ აბა ისა ენუქიძე გოჩა
უბრთხილესი, უშებერტყილესი ტიპი. რაჭის ფეოდალი. რაჭის ფეოდალი, რომელიც ერთხელ კი არ შეეშალა და ნაციონალების პარლამენტში კი არ მოხვდა. ზედიზე ორჯერ იყო და ორჯერ შეეშალა ზედის. აი ეს ტიპი იყო იქ. მასთან ერთად კიდე იქ ვიცანი რამდენიმე მილიონერი. ისინი გაიპარდნენ რომ ჩუმად ილაპარაკო რომ გონი ბიძინამ შარში გავხვია. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ჩემთან დავწერე კიდეც ეს Facebook-ში. ესენი ეხლა უცხოეთში მიდიან სადაც ჩაისვლებათ და ლაპარაკობენ რომ იცი რა მგონი ეს კაცი სადღაც ჯანდაბაში მიგვათრევთ. ამათვის ბიძინა ივანიშვილი სასარგებლო და სახეირო იყო მაშინ მანამ სანამ ფულს შეულობდნენ და არხეინად იყვნენ და თუ დარჩნენ ულუკმაპუროდ და იმის რა ქვია სანქციები ეს მაგნიტსკის ხია ხო ჯოჯოხეთია მით უმეტეს ყველა მილიონერია და ფული აღარ გაქვს უცხოეთში ვერ მიდიხარ და რაღაც ჯანდაბად გინდა ეს ბიძინა ივანიშვილი ხო რომელი ახლა ის ალენ დელონიას შესახედად მაინც რო ნახვა გიხაროდეს მაგის არისა ბრედ პიტი ხო აი ეს რაღაც დაჭყანული კაცი უნდა ნახო რომელიც გაკოტრებს თან და შიგნით არის საშინელი ისა რა ქვია ბზარები ალიანსა უკვე ღიად ბედავენ რაღაცეების თქმას და შიგნით არის ძალიან სერიოზული ბზარები რაც არ ჩანს ცდილობენ რომ ეს რაღაცა ფასადი იმას რა ქვია ძალიან დაბზარულ ფასადს რომ შეთხიპნიან ხოლმე იმით რა ქვია თაბაშირი ძალიან დაახლოებით ეგრე არიან ან რაღაც ძალიან უშნო ქალს არ მინდა ხა ცოტა არასორი რაღაცები თქო მაგრამ იმით რა ქვია ფერუმარილით რომ შეთხიპნიდნენ ხოლმე დაახლოებით ეგრე რომ გაეთხოვებინათ კარგად დაახლოებით ეგრე არიან მაგრამ ინგრევიან ესენი ყველა ნინო ერთ ფრაზას ვიტყვი გზის 2/3 გავლილი გვაქვს. სულმცირე, ასე რომ მინდა ყველა გავამხნეო, ფაქტი არ გვეშინია არავის, უნდა ვიბრძოლოთ პოლიტიკური ტყვეების გამოყვანისთვის და აუცილებლად მივახცევთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვითხოვთ. პატიოსან არჩევნებს, ამად დამარცხებას, რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბებს. ძალიან ცოტა გადარჩა, ამ რაღაცეები არ მომაქვს ჰაერიდან. მეტი საფიქრალი და სადარდებელი არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. ძალიან ცოტა დაგვრჩა და გავიმარჯვებთ. მადლობა ალეკო. მარო მაყაშვილი ეთქო და სახელოვნად.